არ ვიცი იცით თუ არა რომ დღეს არის საქართველოს დიპლომატის თუ ქართული დიპლომატის დღე და დიპლომატები ყოფილები ახლანდელები, კარგები, ცუდები, კარგზე კარგები, კარგზე უკეთესები და ასე შემდეგ მოქმედები, კლავი მეორებ ყოფილები ერთმანეთს ულოცავენ. მოდი არ ვთქვათ არც ერთ მათგანზე რომ რომელიმე მათგანი ცუდი დიპლომატი არა, პირიქით, დიპლომატები რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოს ემსახურებოდნენ, საგარეო უწყებაში მუშაობდნენ, ამა თუ იმ ქვეყანაში იყვნენ ელჩები, კონსულები და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ და ასე შემდეგ და ასე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში, ნაკლებად მნიშვნელოვანში, მაგრამ მაინც რაღაც საქართველოს საქმეებს აკეთებდნენ. ყველანი ერთმანეთს ულოცავენ, კარგია. მივესალმოთ ამ ყველაფერს. არც იმ თემაზე არ ვილაპარაკოთ და თუ გქონდათ ორი სიტყვით ვიტყვი და დიდი ბევრი არ ვილაპარაკოთ, რომ საქართველოს დღევანდელ საგარეო უწყებას ხელმძღვანელობს სრულიად არადიპლომატი და უვიცი, მოდი ასე ვიტყვი, ქალი მაკა ბოჭორიშვილი. ის ნახანი არის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მან მიაღწია მწვერვალს, გახდა როგორც იქნა აისრულა ეს ნატურა ოცნება, რომ გამხდარიყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ღირებულებებს რომ უღალატა უბრალოდ არც ჰქონია თურმე. ხომ ეს კი ფაქტია. ღირებულებებს ვინც არ უღალატა, ისინი საგარეო უწყებაში პრაქტიკულად აღარ არიან. ხოლო ვინც მაღალ თანამდებობაზეა, ისინი არიან სწორედ მოღალატეები ღირებულებებისა და უფრო მეტსაც ვამბობ, მათ ღირებულებები თურმე აღმოჩნდა რომ არ ჰქონიათ. ამასობაში გამახსენდა დაპატიმრებული დიპლომატი და დიპლომატები, რომლებსაც ებრძვის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. არ ვისაუბროთ არც თამარ ტალიაშვილზე, საქართველოს ჰყავს ბევრი მეგობარი, საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს. ბევრი მეგობარი იმ თავით 90-იანი წლებიდან, მათ შორის პირველი ასაკურველი არის შეერთებული შტატები, თამარ ტალიაშვილზე ცუდი ელჩი ჩვენ შეერთებულ შტატებში არ გყოლია და არ გვეყოლება. ეს სრულიად არადიპლომატი ქალი არის ისეთი როგორიც არის. ჩვენ გყოლია შეერთებულ შტატებში კარგზე უკეთესი ელჩები და თამარ ტალიაშვილი ახლა თავს იწონებს იმით, რომ ძალიან იშვიათად შეხვდება ხოლმე რომელიმე სენატორს თუ კონგრესმენს, ოღონდ სიმართლე ვთქვათ და სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას, ის სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც მას ხვდებიან ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ობიექტურად მას ანჩიკარტებენ, ეუბნებიან, რომ თქვენმა მთავრობამ ცოტა ხო არ გაუბერა. და თამარ ტალიაშვილს დასაკვირველი არ აქვს პასუხი და ვერც ექნება პასუხი იმასთან დაკავშირებით გაუბერა თუ არა, მან იცის წესით რომ გაუბერა, მას უხსნიან წესით რომ ბიზნა ივანიშვილმა და მისმა ქვემდებარეებმა გააუბერეს, მაგრამ მეორე მხრივ დავალება აქვს რომ შეხვდეს რომელიმე კონგრესმენს, ყავაზე დაპატიჟოს, ჩაიზე დაპატიჟოს, ფოტო გადაიღოს, ფოტო გამოფინოს და თქვას რომ ჩვენ ნაკაი ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან, არანაირი ურთიერთობა საქართველოს საელჩოს შეერთებულ შტატებთან, საქართველოს შეერთებულ შტატებთან არ აქვს. თამარ ტალიაშვილის დონეზეც კი ვარები ვიტყვი ამას მესამასობაში მოძრა მგონი და გავასწორებ პრეზიდენტი. აი ეს თამარ ტალიაშვილის არ ვლაპარაკობ ახლა, ჩემო თვითფასო მაყურებელო. სხვაზე ვილაპარაკოთ, დღეს დიპლომატის დღეა, მიულოცოთ დიპლომატებსგან არა, გილოცავთ კარგო ცუდო ერთმანეთზე უკეთესო ერთმანეთზე უარესო დიპლომატებო, რომლებიც იყავით ქვეყნის სამსახურში, ხართ ქვეყნის სამსახურში, ან გეგონათ რომ იყავით ქვეყნის სამსახურში, იცით რომ ამ ქვეყანამ შეცვალა ბიზნა ივანიშვილმა შეცვალა ამ ქვეყნის სულისკვეთება, ის რასაც ემსახურებოდით თქვენ 10 წლეულების განმავლობაში დანგრეულია. თქვენ ემსახურებოდით თურმე ყალბად ბევრი თქვენგანი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთში, საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნას და ბიზნა ივანიშვილმა ხუხულასავით, ნიფ-ნიფის სახლივით დაგინგრიათ ეს თქვენი მსახურებაც, ესე ვიტყვი, თქვენი ღვაწლიც, ესე ვილაპარაკოთ და ამასთან ისეთებად გაგხადათ ბევრი თქვენგანი, სამწუხაროდ თქვენ და ვინც ახლა მოქმედები ხართ, განსაკუთრებით მათ მიმართ ვინც სხვადასხვა ქვეყანაში ელჩები ხართ, ეგ რა მაგის პასუხია, ყატარში რომ ელჩად დაინიშნა ვაკო ავალიანის თქვენ კოჰორტაში შემოსვლას გილოცავთ. ვაკო ავალიანი ჟურნალისტისა, ოდესღაც თავდაცვის მინისტრის მოადგილისა, ირაკლი ალასანიას რა ვუთხარი მე, ეგ რა მაგის პასუხია, იმიტომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ბატონი ვარლამ ვაკო ავალიანი, ეს მეორე ამბავი და მესამე ამბავი, რატომ მოიხსენიებ, მეგანა ვაკოს არ ვიცნობ, ან რაღაც სულად კი არ დავშორდით ერთმანეთს ან ასე შემდეგ. პროპაგანდის მანქანის თავკაცი იყო ის რუსთავი ორის დღევანდელი კი გამოეცალა, მაგრამ მის პერიოდში შეიქმნა პროპაგანდის ის სისტემა რუსთავი ორის სახით, რომელიც ახლა აგრძელებს უკვე სხვისი ხელმძღვანელობით ამ ტვინთა რეცხვის პოლიტიკას ქართული საზოგადოების. ამიტომ ღია სჯობს
ვილაპარაკოთ ღიად, თქვათ სიმართლე, ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა და ამ შემთხვევაში თქმით არ დაშავდების და რომს დაშავდეს საბოლოო ჯამში ყატარში ჩვენმა ელჩმა შეუძლია ცივისყალი დალიოს. კარგით, გავანებოთ ახლა ვაკო ავალიანს თავი. ხო, მოკლედ გილოცავთ ყველას, ვაკო ავალიანსას ულოცავ დიპლომატის დღეს. ულოცავ დავით ზალკალიანს, ულოცავ, ავიცი, ილია დარჩიაშვილს, ამათაც ულოცავთ, განა გულოცავ, განა არა. ცუდ ტიპებსაც, რომლებიც იყვნენ ამ ხელისუფლებაში მეტწილად შეყუჟულნი და ახლა ხმას არ იღებენ, მათაც ჯანდაბას ჩემი თავი ულოცავ. მაგრამ მე ახლა დავასახელებ სამ პირს. და კითხვას დავსვამ დიპლომატების გასაგონად. არ დავასახელებ გოგი ხოშტარიას, პირველ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაინც ხელოვნება ცოდნე კაცია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ელენეს მამა, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ახალი და მოუკიდებელი საქართველოსის, ვერ გამსახურდია მის შეარჩია, რა საკვირველია, როგორც უწესიერესი კაცი საგარეო საქმეთა მინისტრად. მან ბევრი რამ გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრობის მოკლე პერიოდში საქართველოსთვის. და აქ მე შემიძლია გავიხსენო მაგალითად რიჩარდ პაიპსთან ურთიერთობა, მაგალითად ვლაპარაკობ და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დასაწყისი, დაწყება, ხო, აი ესე სწორედ გოგი ხოშტარიას მინისტრობის დროს მოხდა. მაგრამ მას არ ვასახელებ. მურმან ომანიძეს მის შემცვლელს ვერ გამსახურდია მოზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როცა ეს კგბ-შნიკი, ერთ-ერთი პირველი კგბ-შნიკია, აღარ არის ცოცხალი მურმან ომანიძე, მაგრამ მაინც ვახსენებ, ერთ-ერთი პირველი კგბ-შნიკია, რომელმაც საქართველოს მთავრობაში შეაღწია იმ ხანად. არ ვახსენებ, კვლავ ვიმეორებ, არც მურმან ომანიძეს, არ ვახსენებ ბოლო პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სხვადასხვა პერიოდის, სხვადასხვა ხელისუფლებისა, ასე მაგალითად დავით ბაქრაძე. აი ეს პარლამენტის თავმჯდომარე რო იყო. გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მე მთავრობის თავმჯდომარე იყო. მაია ფანჯიკიძე არ ვახსენებ, ანუ მათზე არ ვლაპარაკობ. პაპუნა ჯანელიძე არ ვლაპარაკობ მასზე. მაია ფანჯიკიძე ვთქვი, ეკა ტყეშელაშვილი არ ვლაპარაკობ მასზე და სხვებზე და სხვებზე და სხვებზე. ხო, ბეჟუაშვილი არ ვლაპარაკობ მათზე. მე ვლაპარაკობ, ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, სამ პიროვნებაზე, ერთი მათგანი ცოცხალი არ არის, კითხვას ვსვამ. რა სიტყოდა თქვენზე სახეწაშთილო, უმრავლეს შემთხვევაში ქართველო დიპლომატებო, სამი პიროვნება. სამივეს ბევრი თქვენგანი, ვინც ძველებს გულისხმობ განსაკუთრებით, კარგად იცნობდით. რა სიტყოდა თქვენს დღევანდელ პორტრეტზე, თქვენს დღევანდელ სახეზე, თქვენს დღევანდელ იერზე, თქვენს დღევანდელ პოზიციაზე, თქვენს დღევანდელ დუმილზე, თქვენს დღევანდელ უმოქმედობაზე, თქვენს დღევანდელ კონფორმიზმზე, რას იტყოდა სამი პიროვნება. პირველი არის შევარდნაძის პერიოდში უკვე 92 წლიდან პირველი შევარდნაძის პერიოდის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე საშა ჩიკვაიძე. გენიალური კაცი, მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ რაც ვიცი მის თაობაზე, მის შესახებ, რას იტყოდა ის საშა ჩიკვაიძე, თქვენზე რას იტყოდა. პირველი კითხვა, რუსული კარგად რომ იცით, ზოგიერთმა თქვენგანმა პირველი ვაპროს, the first question, ფრანგულად არ ვიცი როგორ არის. რას იტყოდა იმის გამო, რომ აი გოჩა ჯავახიშვილი არ დაიცავით ასე მაგალითად, არც ერთ ეტაპზე. არ დაიცავით. მეორე ხო არ ვლაპარაკობ ხო გამიმეორებ გრიგოლ ვაშაძეზე, სალომე ზურაბიშვილზე, ესენიც საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ. მეორე ცოცხალია ეს კაცი, ტელეკამერებით თან კი არ ჩნდება, მაგრამ მაინც ეს კაცი არის არა მარტო მუშაობდა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრად დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს კაცი არის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საბჭოთა საქართველოსი 99 წლის 9 აპრილსაც მათ შორის. ხვდებით ხო ვიზე ვლაპარაკობ? უმასშტაბურეს კაცზე ვლაპარაკობ, ირაკლი მენაღარიშვილზე. ეხლა მე გეკითხებით, რას იტყოდა ან რას იტყვის თქვენს დუმილზე, კონფორმიზმზე, არასწორობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ირაკლი მენაღარიშვილი. Второй вопрос. რომ გაგიავოლსკდით უმრავლესობა თქვენგანი, ხო ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ერთხელ აგიკრიფავთ ბატონო ირაკლი, ტელეფონის ნომერი. ბატონო ირაკლი, ეს ხო on the record არ არის. Off the record, როგორ ფიქრობთ, სწორს შვებით ჩვენ ამას რომ ვაკეთებთ, ეს გიკითხავთ? არა. მესაც გეტყვით მაღალი ალბათობით, ქალბატონი მაკა ანტი დიპლომატი ბოჭორიშვილი, მას ირაკლი მენაღარიშვილს ამ დიპლომატის დღეზე არც მიიწევს ჩემი ვარაუდით. კადრები არც მინახავს, დღეს არის შეიძლება უკვე იყო ეს კადრები შეხვედრა კობახიზე გამოვიდო და რაც ხას იტყოდა. მესამე უთუოდ არ იქნება არ იქნებოდა მიპატიჟებული. საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი ყოფილი ჩვენი
არც თუ დიდი ხნის განმავლობაში სხვათა შორის გაგიკვირდებათ და მაგრამ კაცი რომელსაც ასე დასავლეთში დღემდე იცნობენ ასე თედო ანუ ისე კი არის ცნობენ თედო ჯაფარიძე, მისტერ თედო ჯაფარიძე და ასე შემდეგ. თედო და საკმარისია არა მხოლოდ ახლოს სამეზობლოში სომხებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის, თურქებისთვის, არამედ შორეულ შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც, რომ პროფესიულ წრეებში, რომ გაიგონ, მიხვდნენ ვიზია ლაპარაკი. თედომ თქვა, ხო ეს რომ უთხრა რაღაც ბრიტანელ იმ პირს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს 90-იანებიდან მუშაობდა, ხო? საკმარისია, რომ იმ პირმა გითხრას, რომ იცით რა არის. რაღაი თედომ თქვა, მე ხელები ამიწევია. კი არა, ვუტრირებ ახლა. მესამე პირი არის თედო ჯაფარიძე. მე მინდა გითხოთ, რას იტყოდა თუ იტყვის თედო ჯაფარიძე იმ მდგომარეობაზე, რაც არის ახლა შექმნილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, კონკრეტულად და ზოგადად სახელმწიფოში. Answer, ანუ პასუხი, ანუ ატვეტ თქვენ არა გაქვთ. ყველა გაგიავოლსკდით, ყველა არა, ბევრი გაგიავოლსკდით სამწუხაროდ. გიავოლსკის ყველა კი არ ვახსენებ, ის შეერთებულ შტატებშიც მუშაობდა, თუმცა მე მგონი დღემდე აქ საბჭოთა პარტიული ბილეთი შენახული მარჯვენა ჯიბის ქვედა ჯიბეში. ამ უკანასკნელს რასაკვირველია ვუტრირებ, მაგრამ ხო ამბავიც ეს არის, რომ ვუტრირებ თუ არ ვუტრირებ, მე კონცეპტუალურად ამ მდგომარეობაშია ქვეყანა გიავოლსკის მდგომარეობაში, ანუ კონფორმიზმის, საბჭოურობის, პოსტსაბჭოურობის, ჩაკეტილობის ჩაჭყლეტილობის, გაუბედურების, რუსეთთან ურთიერთობის დამყარების და ასე შემდეგ. დიახ, თქვენთვის დასაკვირველია მეტრთა შორის მეტრი არის ზურა უფროსი, უმცროსიც არსებობს, აბაშიძე, ვაჟი ირაკლი, აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძისა ამ უკანასკნელზე, ან მის ძმაზე გრიგოლ აბაშიძეზე ცხადია, ის აკადემიკოსი იყო, არაფერს ვიტყვი აუგს, არც ერთის და მეორეს გარდაცვლილები არიან, გრიგოლ აბაშიძის ლექსი არ მახსენდება, ხოლო ოენავ ჩემო, დედა ოენავ, შეიძლება კიდე მოგეწონოს კაცს ირაკლი აბაშიძის ლექსი. მაგრამ აი ზურა აბაშიძემ კი დაიპყრო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეჰრახანია და ზურა აბაშიძემ და ამკვიდრა ის ჯერ კიდევ როდის წლების წინ ოღონდ ბიზინა ივანიშვილის მმართველობის არაფორმალური მმართველობის პერიოდში ის რუსეთულობა რომელიც დღესაც გამეფებულია გაჟღენთილია ვინც არ უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბიზინა ივანიშვილის პირობებში გაჟღენთილია ამ რუსეთულობით საქართველოს საგარეო უწყება და ესეც უნდა ყოფილიყო და ესეც არის ილოცავთ რა თქმა უნდა. მაგრამ საქართველოს დიპლომატია კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია. რეანიმაცია მას ამ ჯგუფის რეანიმაცია ბიზინა ივანიშვილთან ვინც არის მიტენილ-მოტენილს შეტენილი ამ ჯგუფის რეანიმაცია არ გამოვა. როდესაც ყველაფერი შეიცვლება სრულიად ახალი, აი უჯანმრთელესი ახალგაზრდები 25 წლისანი თუ არიან, ისინი დაიკავებენ ელჩების, ან რომელიმე დეპარტამენტების უფროსების და ასე შემდეგ, ხო, 25-ის მაინც და მაინც ვთვლად 25-ის შეიძლება არა, მაგრამ აი ახალგაზრდებით გაჯერდება მცოდნეებით, იმდენი მცოდნე აღმოვაჩინე. მე ამ ბოლო ხანებში პერსონალურად მე საგარეო ურთიერთობებისა მცოდნეები, ხო, დაუდგნენ თქვენი ჩამყაყებული დიპლომატები არ ვაქებ, კი არა ვაქებ მეორე მხრივ რატომაც არა, აი მაგალითად რეალ პოლიტიკას ესეთ გამოცემას ისეთი მცოდნე რამდენიმე ახალგაზრდა ჰყავს, პატივისცემა ყველას ხო, რომ აი თვალდახუჭული მივაბარებდი მათ დეპარტამენტებს მინიმუმ და ვინც ის იქნება მინისტრობა, სამინისტროსაც კი და აღარ ლაპარაკობ საელჩოებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მცოდნეებს შეიძლება ხო ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად არ დანიშნო რომელიმე მათგანი ეგრევე მაგრამ აი გავა გარკვეული პერიოდი და რატომაც არა აი ასე ვაფასებ მე აღარ ლაპარაკობ უცხოეთში წასულ ჩვენს არაჩვეულებრივ მცოდნე დიპლომატებზე ხო გვარების გახსნებათ შეიძლება რასაკვირველია მცოდნე ექსპერტებზე დიპლომატებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ახალი საქართველო დაიბადება და ვოლსკიზმი აქ აღმოიფხრება მე გილოცავთ დიპლომატის დღეს ნახვამდის